დიდი მადლობა და პატივია ჩემთვის თქვენთან ამ აუდიტორიის წინაშე ჩემი კონცეფციის წარდგენა. მე დიდ განტოლებებს არ გამოვიყენებ, ეს არის ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ერთ-ერთი ნაწილი და ცოტა ჰიპოთეტურად ავხსნი იდეას. ეს არის განახლებადი ენერგოწყაროების როლი ქვეყნის მდგრად განვითარებაში. შეხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ რა შუაშია, თუმცა ეხლავე აგიხსნით. მდგრადი განვითარების მიზნები ეს არის გაერო 193 ქვეყნის მიერ შემუშავებული მიზანი, 17 მიზანი, რომელსაც 169 მიზანი გააჩნია, რომელიც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლე, ანუ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას. იგი მოიცავს სამ მიმართულებას, როგორც ვიზით, ეკონომიკურს, ეკოლოგიურს და სოციალურს. მოკლედ, მდგრად განვითარების მიზნებამდე იყო 1000 წლეულის განვითარების მიზნები, რომელსაც რომ შევხედოთ, ძალიან გვანან ერთმანეთს, თუმცა მეტად მდგრადი განვითარების მიზნებში ჩაქსოვილია ის ეკოლოგიური ელემენტები მეტად ვიდრე წინა კონცეფციაში და ჩემ ხედვას გეტყვით ახლა რომ ერთი მიზნის სწორად შესრულებაში ეს მიზნები რა თქმა უნდა გადაჯაჭვულები არიან ერთმანეთთან, მაგრამ განსაკუთრებით მე ამას ხედავ ერთი მიზნის შესრულებაში როგორ შეიძლება ავტომატურად სხვა მიზნებიც მივიღოთ. ეს არის მეშვიდე მიზანი, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ავტომატურად ვასრულებთ მერვე მიზანს და მე-13 მიზანს. ეს ნიშნავს, რომ მერვე მიზანი ნიშნავს, რომ decent work and economic growth, ანუ ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, გეტყვით ამას და გეტყვით რას მოიცავს უფრო შემდეგ სლაიდებში, ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რა თქმა უნდა, გვაძლევს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად კლიმატის ცვლილება მე-13 მიზანი ცნობილია რომ ერთ-ერთი მთავარი კლიმატის ცვლილების და კლიმატის მტერი სათბური აირებია, სათბური გაზის ემისიები და აი ამასთან დაკავშირებით არის ზუსტად ამ სამი მიზნის გაერთიანებასთან დაკავშირებით დღევანდელი ჩემი პრეზენტაცია. რომ გავერკვიოთ რა არის განახლებადი და არაგანახლებადი ენერგოწყაროები, განახლებადია ენერგოწყარო პირველ რიგში, რომელსაც არ გააჩნია ემისია, ანუ არ იწვის, ეს არის ანუ არ გააჩნია ეგრეთ წოდებული კვამლი, რომელიც დედამიწას გარშემო ეტყვის, რაც სათბურ ეფექტს, ხოლო მეორეა წიაღისეული საწვავი, რომელიც შესაბამისად ემისია გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ არის ურანის წვა, გაზის წვა, ნავთობის და ასე შემდეგ, განახლებადი არის მზე, წყალი, ქარი, გეოთერმული ენერგია, ბიომასა და ასე შემდეგ. კლიმატის კრიზისის რამოდენიმე სურათი მინდა გიჩვენოთ, ან რა გზით მივდივართ, თქვენ თუ არ გჯერათ კლიმატის კრიზისი, რა ვიცი, ამ პრეზენტაციას აზრი არ აქვს და ამ თემაზე საუბარს, თუმცა ეს სამი ფოტო ნახოთ აღწერს თუ რა საშიშროების წინაშეა დედამიწა. რა არის კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზები? ადამიანური აქტივობა, რა თქმა უნდა, წიაღისეული საწვავის წვა და მიწის ათვისება, ეს სათბური გაზების გამოყოფა და ასევე სოფლის მეურნეობაში მეთანი. უბრალოდ მინდა ინფორმაციის დონეზე მოგაწოდოთ, შეიძლება იცოდეთ, შეიძლება არ იცოდეთ. მეთანი ხო გამოიყოფა ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მიმართულებიდან, თუმცა მეთანი არ არის იმდენად საშიში, რამდენად ეს ნახშირბადი, იმიტომ რომ მეთანი დაახლოებით 10 წელი არის ატმოსფეროში, რაც შეეხება ჩვეულებრივ აი პირობითად გაზის წვას ნახშირბადს, რასაც ეძახიან, ის რჩება საუკუნეების განმავლობაში. ნებისმიერი ცხრილი თუ ინფორმაცია აღებული არის, რა თქმა უნდა, სანდო წყაროსგან, ახლა მაგალითად IPCC, Intergovernmental Panel of Climate Change, რომელიც გაეროს ქვეშვილობილი ორგანიზაციაა. ამ შემთხვევაში, თორე ყველას აქვს თავისი წყარო. სათბური გაზის ემისიების სექტორების მიხედვით, აი მარტივად გეტყვით, რომ ტრანსპორტირება და ენერგოინდუსტრია, ენერგოინდუსტრია ამ მნიშვნელობაში, ან ენერგოწარმოება იგულისხმება, არიან ტოპ ადგილზე, არიან მთავარი მტრები ამ გარემოსი, შემდეგ მოდის ინდუსტრია, აგროკულტურა, კომერციული და რეზიდენშიალ, ანუ საცხოვრებელი, სამომხმარებლო, ხო, როგორც გადავთარგმნოთ, არის ყველაზე ნაკლებად საზიანო, ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი რა ქვია, აღმოჩენა ამ დარგის კვლევის დროს, რომ თურმე ჩვენი საცხოვრებელი ყველაზე ნაკლებად აბინძურებს გარემოს ემისიების კუთხით. გეტყვით რომ გვაქვს კაცობრიობას პროგრესი, რა თქმა უნდა, თქვენ ხედავთ ახლა 2009 წლიდან 2020 წლამდე მონაცემებს წიაღისეული საწვავის და განახლებადი ენერგოწყაროების წილს, მაგრამ ხედავთ რომ არის მინიმალური, ანუ აი აქ მესამე სვეტზე არის მინიმალური და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით არის სამუშაო ძალიან დიდი. ეხლა შეიძლება თუ არა ამ ყველაფრის ჩანაცვლება. განახლებადი ენერგოწყაროები ყოველდღე იაფთება. მე ჰიდროს მიმართულებით მივდივარ და ჰიდროს ვიკვლევ, იმიტომ რომ ყველაზე სტაბილურია, თუმცა მრავალფეროვნებისთვის დღეს მხოლოდ მზის ენერგიის და ქარის ენერგიის
მაგალითი მოგიყვანეთ. მზის ელექტროსადგურების ფასი უკანასკნელ დაახლოებით 10-15 წელიწადში თითქმის 85% არის გაიაფებული, რაც შეეხება ქარის სადგურებს 56 და 58 onshore და offshore, ანუ ხმელეთზე და offshore ეს წყალში რომელიც დგას 56 და 58% შესაბამისად. 1 კილოვატი მზის საშუალო ღირებულება დღეს არის 10 ცენტზე ნაკლები, როდესაც წიაღისეული საწვავის ღირებულება 5 ცენტიდან 17 ცენტამდე მიღწევს. ეს არის კილოვატზე მოცემული. მოკლედ განახლებადი ენერგიის ან გაეროს მთავარი რეკომენდაცია განახლებადი ენერგოწყაროებზე გადასვლა არა მხოლოდ კლიმატის მიმართულებას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ბრძოლა, არამედ ჰაერის დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობის ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, ისეთი მრავალი დაავადებების ისეთ ქვეყნებში, რომლებიც პირობითად ყაზახეთი ძალიან მაღალია, რომელიც ენერგოწარმოების 60% ნახშირზე მოდის, ნახშირი კი მთავარი ჯოჯოხეთი არის დედამიწისთვის. რა თქმა უნდა, რატომ განახლებადი ენერგოწყაროები? იმიტომ რომ ქმნის სამჯერ მეტ, ზუსტად რომ გითხრათ 2.7 ჯერ მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე არაგანახლებადი ენერგოწყაროები და 2030 წლისათვის დაახლოებით 5 მილიონი ტრადიციული ენერგიის სამუშაო ადგილი დაიკავება და ამ ყველაფერს ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგოწყაროების სამუშაო ადგილები. REN 21-დან არის ეს მონაცემები აღებული. როგორ ძვირფასო მეგობრებო ყოველთვის ვიკვლევდი ის განვითარებულ ქვეყნებს და ყოველთვის კრიტიკულად მიყურებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ფინეთი, ჩვენ არ ვართ გერმანია, ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცე, ამიტომ ავიღე ორი ქვეყანა, რომ დაგანახოთ თუ როგორ ჩვენი მსგავსი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცე და გერმანია, რომელიც არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეკონომიკა მსოფლიოში. გერმანიის მთავრობის გაცხადებით, მათ ძალიან მნიშვნელოვანად ამოწყდეს მწვანე ენერგიის რესურსი, რასაც მდინარეები მაგალითად პრაქტიკულად სუათვისებული აქვთ და მათი მთავრობა, გერმანიის მთავრობა აპირებს 2035 წლისთვის ემისიების განულებას, ამას აპირებს დიდი ინვესტიციები ჩადებით მწვანე წყალბადში. რაც შეეხება ჩვენს მსგავს ქვეყანას, ყაზახეთი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი ენერგიის მსოფლიოში, როგორც გითხარით 60% მისი ნახშირზე მოდის. ყაზახეთის მთავრობის ამბიციური განცხადებით ისინი 2060 წელს აპირებენ ნულოვანი ემისიის მიღწევას, ამას აპირებენ 3 გიგავატი მზის და 3 გიგავატი ქარის სადგურების განვითარებით და თავად თოყაევის განცხადებით არის ეს ყველაფერი, რომ 2025 წლამდე ისინი დარგავენ 2 მილიარდ ხეს. ეხლა ჩდება შეკითხვა, რამდენად მიღწევადია ეს, თუმცა 50% რომ მიაღწიონ და 100 არა, მაგალითად ძალიან დიდი წილი არის, მნიშვნელოვანი წილი არის კონტრიბუცია არის საერთო საქმეში, იმ 193 ქვეყნის საქმეში, რასაც ყაზახეთი უმიზნებს. დიდი მადლობა შეკითხვების შემთხვევაში, მზად ვარ გიპასუხოთ.